მართლიანობის ქალღმერთი. და ეგრე გამოსახავენ, ხმალი უჭირავს. სასწორ და თვალები ახეული აქვს, მაგრამ ჩვენთან შვილო სამართალს თვალებით დაჭყეტილი აქვს. ერთს ფული უჭირავს, მეორეში კიდე ღმერთმაიცისა და მაგას ნუ გამახსენებ რა. აი ესე იღებთ დაჭრილს და ფსკერზე თხლად დაალაგებთ ამას. სულ ყველას. ეს არის ძალიან ისეთი ინგრედიენტი, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სად ხბო და სად ღორიო, მაგრამ ჭირდება რა. ეგ სალა არის, ხო? სალა არ არის, ნუ ქონია რა, ესო გამოიყვანო სალა გამო. შეგიძლიათ პირდაპირ სალა დაჭერთ, მაგრამ რახან სალა ვერ ვიშოვნე, აი ესეთი რაღაცა. მოკლედ ესენი ჩავალაგე, მთელი ფსკერი არის აი ესე მოფენილი ლამაზად. მე ამაზე ვალაგებთ კარტოფილს. აი ესე. კარტოფილი შეგიძლიათ არ გათალოთ რა, მამაწოდე. თუ კარგად გარეცხათ, მაგრამ რახან ახლა ჩვენ ტყეში ვხედავთ, აქ ახლა ფეხითა ვართ ამოსულები, მანქანა ვეღარ ამოდის და. სნიკერსი. ხო, ამის ტარება ისეთი რაღაცა, აი ესეთი რამეა. კარტოფილსო დაალაგებთ, მე იღებთ უკვე ხბოს ხორცს. და ესე ხორცს აიღებთ და ზემოდან კარტოფილზე დაალაგებთ. შეგიძლიათ დაჭრათ კიდევაც. არა, ამაზე მეტი აღარ უნდა დაჭერთ. ანუ ზემოდან მოვალაგებთ ამას. კარგად. აი ეს. და ხა წარმოიდგინეთ, ქვემოდან ჩატვირთულია სალა. მერეა ჩატვირთული კარტოფილი. მერე ხბოს ხორცი. ბურგერი გამოდის. ო. მერე პამიდორები უნდა ჩადოთ, ეს ქვაბი ცოტა პატარა, მაგრამ ამიდორები უნდა ჩადოთ, არა მაიც ბატონო დავით, ეგრე არა, შიგნით უნდა ჩავტენოთ. აი ეს 4 ცალი პამიდორი, 4 ცალი პამიდორი იყო. აი